ოხ, ძველი მამაკაცის ლოდინში ახალი გამოჩნდა? სიგნიფიკაცია ვნახოთ ახლა თქვენი, ვისიც უნდა იყოს გაშლა. თეწამი. ეს ცოლისგან ოჯახისგან გაჩერებული თუ თქვენ ხარ? აქ როგორი სიტუაცია? მოკლედ, ნახეთ ჩემო ძვირფასებო. აქ მიყურებს ცოლ-ქმარი წყვილი, რომელსაც აქვს გაჩერებული ურთიერთობა. ეხლა ნახეთ რას გულისხმობ მე აქ ცოლ-ქმრულ ცოლ-ქმრობაში. საერთოდ მაღალი კანონებით მაინდა-მაინც ცოლ-ქმარი იმას არ ნიშნავს, რომ საბუთზე უნდა გქონდეთ ხელი მოწერილი. ადამიანები, რომლებიც შესაძლოა ერთად ცხოვრობდით, მაგრამ აქ უფრო მოდის ენერგია ცოლ-ქმარის რა. აი მოდი ეგ არის რა. მიყურებს ახლა აქ ადამიანი, არ ვიცი ქალი, არ ვიცი კაცი, იმიტომ რომ ეს არის ის განსხვავებული შემთხვევა, როდესაც ორივე შეიძლება ეხებოდეს. მოდი ენერგიებს ვიტყვი. თქვენ მიყურებთ ახლა, სადაც არის ოჯახური თანაცხოვრება შეჩერებული მიწიერ დონეზე და კი, აქ არა მიწიერ დონეზე იყავით ცოლ-ქმარი კი. და აქ უბრალოდ ელოდებით აქ უფრო ქალის თემაა რა. აქ მიყურებს ქალბატონი, რომელსაც აქვს ოჯახური თანაცხოვრება თავის ქმართან რაღაცა დაპაუზებული, გაჩერებული და ეს ადამიანი ქალი ელოდება ამ მამაკაცისგან იმ ტყუილებიდან გამოსვლას და განთავისუფლებას, რაც ჰქონდა ამ კაცს წარსულში და განახლებას ამ სიყვარულის და ახალ ჰარმონიულ ურთიერთობაში გადაყვანას. თითქოს აი ამ ქალმა ეს ქალი მზად არის, რომ დატოვოს ის ყველა ნეგატიური მდგომარეობა, რომელიც მის ცხოვრებაში იყო ამასთან დაკავშირებით. უბრალოდ ელოდება ამ კაცისგან ქმედებას, რათა განაახლოს რა ეს ურთიერთობა, განაახლოს ეს სიყვარული და მოვიდეს, იმიტომ რომ აქ კაცი გაბრაზდა, ну ძალიან ასე ვთქვათ, მაგარი ჩხუბი მოხდა სიტყვებით და კაცი გაბრაზდა და იმას ხნა რა ქვია, აქ გაბუტვა, ანუ ვერ დააფასა თითქოს აი თქვენი სიყვარული, ვერ დააფასა ეს ამ ბანალური სიტყვა და მე არ მიყვარს ბანალური სიტყვებით საუბარი, უფრო ღრმად მიყვარს. ვერ დააფასა არა, იმდენად აი წეღარ ვფიქრობდი კაკრას, რომ ეს მამაკაცი იმდენად მიწიერი იყო ამ დრომდე ხა არ ვიცი, რომ იმას ვერ ხედავდა ღმერთმა ამ ქალის სიყვარულის სახით რა გადასცა. მხოლოდ ამ ქალისთან დაკავშირებით გამოტარებულ ნეგატიურ ენერგიებზე იყო კონცენტრირებული და ამის გამო ხდებოდა მისი უკმაყოფილება. ამიტომ ეხა აქ ელოდება ქალი ყველაფრის მიუხედავად ამ კაცს, რომ გადმოდგას ნაბიჯი, რაც არის ჩვენი თემა. და ავიდეს ოჯახურ თანაცხოვრებაში სიმშვიდეში. კარგი, ეხა ჩვენ გვაქვს კითხვა ჩვენს პენტაკლების მეფიკოსთან,
რატო არა აქ ამ კაცს ქმედება? რატო არ მოქმედებს? შენს მიერ ჩაფიქრებული კი არა და ვიზიც ახლა ხარ კონცენტრირებული ეგ მამაკაცი. რატო არ მოქმედებს ეგ? რატო არ დგავს ნაბიჯებს? რატო არ მოქმედებს? და ნახოთ რომანა არა ეს იცით რო არის დასტა რომელსაც ვერაფერს გამოაყარებ ხომ სასწაული და ნახოთ ახლა რა პერიოდშია საერთოდ მოდი ჯერ ნახოთ ვაფშე იმოქმედებს თუ არა იმიტომ რომ აქ ცოტა სხვა სურათი დაგვეხატა იმოქმედებს თუ არა ეს კაცი ამ ცოლის მიმართ გადადგავს თუ არა საერთოდ ნაბიჯს და რა პერიოდში იმოქმედებს რატო არ მოქმედებს ეს ადამიანი? აქ ცოტა დავმალავ არკანებს, იმიტომ რომ მან არა ისეთია, რომ შეიძლება TikTok-მა არ მოგვიწონოს. ცირა არის, გეტყვით რა ხდება რა, აქ ქალი გაიზარდა ამ ურთიერთობაში, ადრე თუ იყავით მორჩილ პოზიციაში, აი თითქოს ტირანი და მსხვერპლი, რაღაცა ისეთი ინიციაცია მოდის რა. ეხლა თქვენ აღარ ახართ ასეთ პოზიციაში, როგორც უნდა ისე გატრიალებდათ ეს ადამიანი და ახლა თქვენ გაიზარდეთ. შესაბამისად, მეც ერთი ეს დავაზუსტო. კი, გასაგებია. შესაბამისად, ჩემო ძვირფასებო, აქ შეიძლება ცალ-ცალკე ოთახებშიც გეძინათ უკვე ბოლო ხანებში, რადგან ამ კაცს უნდოდა ცოტა სექსუალური გართობები, თავისუფლება, აი, როგორ ვთქვათ, მოკლედ, ღალატის თემები რა, ტყუილები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რაც იწვევდა თქვენში ძალიან საშინელ ემოციებს, აი ისტერიკებს, ცრემლებს, გაუსაძლის მდგომარეობას, არაჰარმონიულ სიტუაციას უკვე ოჯახში და აქ ხო გეუბნები ცალ-ცალკე ოთახში ძილიც იყო, იმიტომ რომ თქვენ რაღაცა უფრო ტრადიციულობას მისდევდით, ეს ადამიანი თავისუფლებასთან ტრადიციულობის პარალელურად და მიზეზი არის იმისა, რატო არ დგავს ეს ადამიანი ნაბიჯს, იმიტომ რომ თქვენ აქ აღარ ახართ ის, ვინც იყავით და თან არც გიშვებდათ, იცი ეს მამაკაცი, აი თითქოს სულ რაღაცნაირად თავისით манипуლირებდა თქვენთან მიმართებაში. ქალი აქ გაიზარდა და ზუსტად ამას გაიქცა ეს მამაკაცი, იმიტომ რომ აქ ქალი აღარ არის ესეთი მორჩილი, ვეღარ იყო ტირანის და მსხვერპლის პოზიცია, ანუ ეს ეხლა ცოტა მეტაფორულად, ანუ ტირანი და მსხვერპლის პოზიციაში გულისხმობ, რომ დაუშვათ კაცი ისეთი ენამოქმნილი იყო, ასე რომ ვთქვათ, რომ აქ ქალს იმაშურებოდა ნებისმიერ სიტუაციაში ისევ ამშვიდებდა, როგორც უნდოდა, ანუ თავის რეალურ განზრახვებს, ანუ არ უშვებდა შიგნით რა და როგორც უნდოდა, ისე ეუბნებოდა, სვავდა წერტილს, მოაგვარებდა და ასე შემდეგ და აქ ხალი გაიზარდა, გაიგეთ? და ვეღარ იყო ესე და ზუსტად ამას გაიქცა ეს ადამიანი და ეს არის მიზეზი თუ რატო არ დგავს ნაბიჯს, საერთოდ გადმოდგავს ეს ადამიანი თქვენთან დაკავშირებით. ნაბიჯს აუცილებლად. აუცილებლად, ჩემო ძვირფასებო. იცამი? კი, ნახე როგორი სიტუაცია. ეხლა ეს ადამიანი ხო მარტოა თქვენთან მოშორებით და იცი რა, ძალიან დააკლდით ამ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ერთობა ისე როგორც უნდა, ვისთანაც უნდა, რანაირადაც უნდა, მაგრამ ზუსტად აი ამ მარტოობაში მიხვდა ეს ადამიანი იმას, რომ იცი რა, მაინც რაღაცა მაგალია. ეს არ ყოფილა ის, რაც მე მჭირდებოდა რეალურად. აი, იცი რა, ზოგჯერ არის მარტოობა აუცილებელი, ჩემო შემთხვევით არ ხდება რა, ეს მარტო გასვლა. ხო, აქიდუმალი ქალი იყო სიტუაციაში, ესა თქვენ შორის რა, დამალული ფაქტები ამ ქალთან დაკავშირებით.
ხო, რა იმასთანაც იყო და თქვენთანაც იყო. ხო და ადამიანს საერთოდ ჭირდება მარტო გასვლა, საერთოდ დაფიქრდეს თავის თავში. იცით, ჩვენ ქალები ვიცით, სულ რაღაცას ვეუბნებით, ტვინს უბურღავთ და უშოთ რაღაცა და ეს ადამიანი რეალურად თქვენთან ამ დროს ვერ ხვდება. ამიტომ ხდება პაუზები, რომ თქვენთვის დაფიქრდეთ, ეს თავისთვის დაფიქრდეს, გაიგე? და იქ უკვე თავისით ადამიანი მე შეცვლა არ მიყვარს სიტყვა. იმიტომ რომ შეცვლა ასოცირდება თითქოს აი ხელოვნურ ცვლილებასთან, რაც არავის არ გამოსდის, ხო, თავისთავად. ადამიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იზრდება, ანუ რომ ვიზრდებით ფიზიკურად, მე რო 5 წლის ვიყავი ხო აღარ ვარ, მე 10 წლის ისეთი, ხო? იგივენაირად ხდება სულის დონეზე. როდესაც სული იზრდება, რა არის გაზრდა? გაცნობიერება. რა არის გაცნობიერება? აი სიბრძნე ზოგადად რა არის, იცი? ერთმანეთის საპირისპირო სიტუაციების მიღმა დგომა და მას შემდეგ გადაფასება ამ სიტუაციის და აი აქ გამოგვაქვს უკვე ბრძნული აზრი ადამიანებს, ხო? და ზუსტად ამიტომ ეძლევა მარტოობა და პაუზური სიტუაციები, შემოძვირთ ასე ვთქვი, რომ მეც ვიყავი ეგეთ სიტუაციაში იყოდ, რომ აი შეიძლება ძალიან ნერვიულობთ, აი ხო, არადარი ეგ სიტუაცია ნერვიულობისთვის კი არ გვეძლევა და გეძლევათ, არამედ იმისთვის, რომ შენ დადგე ამ ყველაფრის მიღმა და შენ შეხედო სიტუაციას და აქ გამოიტანო სწორი დასკვნა. პირობითად, ამ შემთხვევაში გააცნობიერო შენს თავში შენი შეცდომა რა იყო. ოღონდ ისე კი არა, რომ აი მე რა ვთქვი, მე ესე მოვიკეცი, მე ის გავუკეთე, ეს გავუკეთე, თან გადავყევი, რაღა იყო ჩემი შეცდომა, რეებს ბოდიალობს ახლა ეს ქალი. არა. ამაზე არა მაქვს მე აქ საუბარი. მე იმაზე არ მაქვს საუბარი, შენ მიწვერ დონეზე რა გაუკეთე, რომელიც რა ქვია, ვარენიკი გაუკეთე, რამდენი ელოდე, როგორ მოვიდა, როგორ შეეგებე რა, მე უკვე ხარ დაგელაპარაკა და შენ მთელი დღე ელოდებოდი, ეს საერთოდ სხვა თემაა. თუმცა ამას თავის ახსნა აქვს. აქ მაქვს საუბარი იმაზე, რომ პირობითად შენ რა უნდა გააცნობიერო ამ სიტუაციებს შორის მიღმა რო დგახარ, შენ რა უნდა გააცნობიერო ამ ერთმანეთის საპირისპირო სიტუაციაში ობიექტურად. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანის აზრი მაინც სუბიექტურია. რა უნდა გააცნობიერო შენ მხარემ, რა უნდა გააცნობიეროს იმ მხარემ. და საერთოდ მარტობაში ხდება, აი ნახე, როდესაც თავიდან გაბრაზებული ხარ, გახვალ მარტო, კაცები თავიდან კარგად არიან და ქალები პირიქით მერე არიან უფრო კარგად ვიდრე თავიდან. და ზუსტად აი ეს რაღაცა რო აკლია ადამიანს, გაიგე? ხა ქალებს ძირითად შემთხვევაში ეგ თავიდანვე აქვთ, რომ რაღაცა ეგრევე აკლიათ ის ადამიანი, როგორც კი იჩქუბებენ და უკვე იციან, რომ დანაკლისია, მაგრამ ქალებს აქვთ ის თვისება, რომ მაგათ უნდათ, რომ ეს კაცები თავის ბრჭყალებში სწორი ხედვებზე დაჯდეს. მე აქ ღალატზე და იმაზე არ მაქვს საუბარი, ეს ღალატი და ეს ყველაფერი მაგ ყველაფრის შემდეგ მოდის, გაიგეთ? იმიტომ რომ კაცი მიდის იქ, სადაც თავს გრძნობს მეფედ. ბრჭყალებში. რას ნიშნავს, რომ მეფედ გრძნობს თავს? იმას, რომ იქ ტვინს არავინ უგირგიტებს, ზედმეტი ზრუნვით დედიკოს როლის თამაშით, რომ ეს უნდა ჩაიცვა, ეს გავაკეთე, აბა მოდის ეს როდის მოხვალ საწახვედი, აი ეს უკვე ნახე თავიდან, ხო? მერე გროვდება, კი ბატონო, მოგით და მერე უკვე ხდება, ასე ვთქვათ, გაყოფა. ეს შეიძლება ცოლ-ქმარშიც მოხდეს, ეს შეიძლება ჩვეულებრივ არაცოლქმრულ თანაცხოვრებით ურთიერთობაში მოხდეს. ხდება გაყოფა იმიტომ, რომ კაცის ფსიქოლოგია ცალკე სხვა არის, ქალის ფსიქოლოგია, იმიტომ რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცებს ითმენთ, იმიტომ რომ გინდა თვითონ ურთიერთობა გადაარჩინოთ. ამ შემთხვევაში კი არ უნდა მოითმინოთ, არამედ გააცნობიეროთ, რომ ეს იმ ადამიანის სულს უნდა ცნობდეთ. ან შეეცადოთ გაიგოთ მისი სული, ან გაარკვიო მისი სული. ამ ყველაფერში ხდება გაცნობიერება. როდესაც შენ ამ კაცის თუ დაუშვათ საუბარი, ან ძალიან მარტივი, ყველაზე მარტივი გამოსავალი დაჭრით და ისე უფრო შენთვის ურთიერთობაში რა არის პრიორიტეტი ქალისგან. ძალიან მარტივად კითხო. რა მოგწონს, რა არ მოგწონს.
და შენ დაუშვათ იმ ადამიანს მოწონს, რომ თავის სწოლი არის თმა შეკრული პირობითად. შენ თუ გინდა, რომ ის ადამიანი, აი თუ იმიტომ იშლით მას, რომ იმ ადამიანს მოეწონა და შენ იდეაში საერთოდ გაშლილი და შეკრული კი არა, ну შეიძლება ისე რა ქვია, გასინგაწაკრული მოგწონდეს, ხო? მაგრამ შენ რო გინდა იმას ასიამოვნო, მაშინ იმას კითხე, როგორი მოწონს. ხვდები ახლა ძალიან ბანალური მაგალითი მომყავს. ნებისმიერ საკითხზე. აი ეს არის ყველაზე კარგი გამოსავალი, როდესაც გვინდა ერთმანეთის ინტერესები გავითვალისწინოთ. თუ მისაღებია ჩემთვის, გავითვალისწინებ, ხო? თუ არ არის მისაღები, იქვე ვეტყვი, იცი რა, მე ამას ვერ გავითვალისწინებ. და მაშინ სხვა ალტერნატივა მოვნახოთ, როგორ შეიძლება ამ პრობლემიდან გავა. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საიდან სად გადავხდი? ეს ადამიანი მარტო, როდესაც არის, ეხლა, ეს ადამიანი, აი, გეძებთ, აი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ბევრი ადამიანი წყავს, ბევრი მიმომწერი წყავს, არ აქვს მნიშვნელობა. ეს იმ სიცარიელეში, ანუ იმის სულში, თქვენ ხართ სიცარიელე, რომელიც მოაკლდა ამ ადამიანს და აღარ აინტერესებს ის სხვები. უბრალოდ და აქ ზუსტად მაგას მაჩვენებენ, რომ საკმაოდ ექნება ქმედებათან სწრაფი. ჩემო ძვირფასებო, საკმაოდ სწრაფი ქმედება. მე აქ ვიტყოდი სადღაც ალბათ აი ერთი თვე მაქსიმუმ პერიოდში ეს ადამიანი მოვა, აუცილებლად მოვა თქვენთან. ეს ადამიანი ხა აქ თავარი აქცენტი რაზე მინდა გავაკეთო, საკუთარ იმას რა ქვია, მაქსიმალურ ძალას გამოიყენებს, რომ ასე ვთქვათ, გამოიყვანოს ეს კი, საკუთარი თავი გამოიყვანოს აი იმ გაჩერებული კონფლიქტური სიტუაციიდან, რომელიც აი დიდი ხანია, ასე ვთქვათ, არის მასში, საკუთარი თავი გამოიყვანოს ასევე აი იმ თავისი ეხლანდელი და შეიძლება ეხლა ვაფშე და ისეც აღარ არის, მაგრამ გამოყავს ამ ადამიანს უკვე თავი, გამოყავს იმ თავისი მაშინდელი ცხოვრებიდან, სადაც ეს გართობა, ჰაი-ჰოი, ღლიცინი, კაი დროს ტარება და ასე შემდეგ, მოერევა ეს ადამიანი თავს და მოდის და იმ ახალი ეტაპისთვის, რომელსაც თქვენ ველოდებით, ეს იქნება ერთ პერიოდში, ერთი თვის განმავლობაში, ჩემო ძვირფასებო, მე კი გისურვებთ ულევბედნიერებას, სიხარულს, სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესოს თქვენს ცხოვრებაში. თუ თქვენი იყო ვიდეო, დალაიქეთ, რომ მივხვდე, რამდენი ადამიანისთვის იყო საჭირო ჩვენი სივრციდან გამოტარებული ინფორმაცია. მე კი გიგზავნით, როგორც ყოველთვის, ჩემო ძვირფასო ქალბატონებო, სიყვარულის ენერგიებს, ბალანსის ენერგიებს, რომელიც მეც ისეთივე გზა გამოვიარე, როგორიც შენ და მე მოვიპოვე. შენც აუცილებლად მოიპოვებ. თავარია ეს გადაწყვეტო. და გიგზავნი უდიდეს ბედნიერებას, რომელიც აუცილებლად გექნება, უბრალოდ აი ეს კლიშეები მოაშორე ირგვლივ ენერგეტიკულად, რაც ახლა შენს ირგვლივ არის.